დილა მშვიდობის ძვირფასებო, როგორ ახართ, როგორ გიკითხოთ. მოკლედ სანამ დამავიწყდება, გილოცავთ ბარბარობას, მრავალ ბარბარობას დაესწარით, ჯანმრთელად და ბედნიერად. ყველანი თითქოს და იმასავითა ბარბარობა ჩვენთან რო იციან კუჩხა ბედობასავით, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი ჩვენთან გინდა, ქუთაისში გინდა, ქუთაისში ხარ, მე ვიტყვი, სადაც ვიცი იმას, იმიტომ რომ თუ ვინმე ქუთაისელია და მითხრა საიდან მოიტანე, არ არის ასეო, რაც ზუსტად ვიცი, იმ ადგილს შევეხები. წყალტუბოში ამ დღეს იმახსოვრებენ. ამ დღეს ვინც შედის პირველი, იმ ადამიანს იმახსოვრებენ. საიდან ვიცი და ერთ დღეს მე მომიწია ეგრე, მე საერთოდ არ ვიცოდი ბარბარობა რო იყო, მაგრამ რომ მუშაობდი სათბურში, მომიწია ამ დროს პირველი მე შევაბიჯე ერთ ოჯახში. ხო და გიჟივით შემოვარდა პატრონი, ვინ შემოვიდაო ჩემთან ეზოში პირველიო და ყველამ ჩემკელო გაიშვირა ხელი. ეს გოგო იყო. ხო და მიყურებდა ეს ბიჭი და კიდევ კარგიო, ერთი ქალი იყო ჩვენთან, სახელი დამავიწყდა, მაგარი ადამიანი იყო, იქაური იყო. კიდევ კარგიო, ეს არ შემოვიდაო, ამასავით დაბალი და ბუთქუჩა ქათმები არ მინდოდაო და გამიმართლაო ეს გოგო რომ შემოვიდაო. ხო და თან წარმოიდგინე რომ არ იცი როგორი ფეხი გაქვს. არ ვიცოდი. როგორი ფეხი მქონდა, კარგი მქონდა, ცუდი მქონდა, არ ვიცოდი. ყველას არა, მაგრამ მე მაგალითად აი ეს არ მიყვარს. ხაბაბი. თუ რამე იცით, მასწავლეთ. მოკლედ ეს არაფერს არ გავიკეთებ, მარტო პრეხი გავიკეთოთ. აი ეს მაგარია მართლა. მაგარია ძალიან. თუ გულს დაუდებთ და ისე გაიკეთებთ, წამწამების დაგრძელება არც დაგჭირდებათ, ისეთი კარგია. ეს თამომ რო გამომიგზავნა ისა, აი ძალიან მაგარია. დღეს გამოვეწყვე წითლებით. მარტო ეს არ მაცვია წითელი. ადასცინავს, გეგასცინავს. მოკლედ, მე არ ვიცოდი დღეს რომ იყო ბარბარობა, ამიტომ როცა გავიგე, მაშინ დავიწყე ლობიოს
გარჩევა. მუხრანი მეკითხებოდა, აი ასე რატო იციანო? ასე რატო იციანო გოგოებმა? ხო და ხო ეხა ამის გამო მუხრანი არ გამილანძღოთ, მაგრამ რატო გონიათო რომ ის არისო ლამაზიო? მუხრანის აზრი იყო, რატო გონიათო რომ ის არის ლამაზიო? რაც არის ეგ არის. ეხა დავდოთ აქ. აი ასე ვარ დღეს. ეს კაბა ვიღებდი 5 ლარად. ამის ისტორიას მოგიყვებით, გაგაგიჟოთ? არ ვიცი, მოკლედ. ესე იგი, იმანი. გოგოები გაგიჟდნენ, ეს რომ მოუყევი. ეს კაბა. აი ასეთი ზუსტად მწვანე და ზუსტად შეგულისხმობ, ამას რა ფორმაც აქვს, აი, ნაჭერსაც. მწვანე და ეს სტილი ოღონდ სხვა ნაჭერი არის ვარდისფერი. 5 ლარებში ედო ვიღაცას და ზუგდიდი ეწერა. მე კიდე პირდაპირ მივწერე. ანუ როგორ უნდა ვიყიდო თქო ეს კაბა, თუ გაქვს თქო, ზოვები არც მიკითხე, არც არაფერი ისე და ანგარიშის ნომერი მომწერა, აქ დავირიცხე 15 ლარი. კარგი მეთქი და გავიქეცია. მუხრანია ვიდეო წალით. გავიქეცია ანიკო დივიდოსთან და ვეუბნები, რომ ამ იმაზე 15 ლარი დამირიცხე თქო. ხო და თან ეს გოგო მეუბნება, რომ 2 დღე უნდა ველოდო. რომ დაიცა აქ რაღაც ისოა ბანკი. აი ის მოგიტანს. თუ გავიხსენებ გეტყვით. იმას დააქვსო რაიმად კურიერსო და სადღაც გავიდა, პარასკევი დღე დაემთხვა, რომ დაურიცხე. შაბათი კვირა 2 დღე გავიდა და შაბათს ვეხმიანები, რომ ანუ პარასკევს რო გამოიწერეთ, ხო თან არც ნომერი მაქვს, არც არაფერი საერთოდ ამ ადამიანის და პარასკევს გამოიწერე მეთქი და შეიძლება რომ დღეს მომივიდეს, ან ხვალ თქო მივწერე ესე მაინც თან ნომერი არ მაქვს არაფერი, გოგოებთან რომ ვთქვი გაგიჟდეთ, ნომერი არ გამოართვიო, საკონტაქტო, სახელი გვარი არ იცი, ისე როგორ გადაურიცხე ფული. ბევრი არ იყო, მეთქი 15 ლარია და ფიქრობ სულ დიდია მაინც და მომივა თქო და სამშაბათს დამირეკეს და მომიტანეს. ძალიან კარგია, გარეთ მე მომწონს. მიყვარს საერთოდ ეს სტილი, მაგრამ გარეთ ხარში ვერ ჩაიცმევ, იმიტომ რომ აგაფარებს თავზე. ზახა? აღესეში. ზახა? მითხარი და მე უნდა წავიდე. ოღონდ ეხა ამას მე აი ეკაჩები ქვემოთ, ზემოთ მიდის, სრიალებს შიგნით ეს რომ მაცვია. მოკლედ მე ძალიან მომწონს, ძალიან. დაგიწერ და წადი, აი. კოდი არ გამიშვია სკოლაში. სადაა მამიკო? ეგერა, კამერაში.
ორო არ ვიცინებ და 4 საათზე დავიცინე შენი ჭირიმე. ამათ ბოდიში უნდა ავდგე მთელი ღამე. აი ადარ ამდენჯერ ავაყენე ვინ იცის. უნდა ვეხვეწო რომ რაღაცა გააკეთოს რომ მე დავიცინო. სადაა 4 საათი შესრულდა ძლივს გავაკეთებინე და მე დავიცინე. ჩამეძინა დღეს დილით. მაინც არ მინდოდა გოდეს გაშვება, იმიტომ რომ გუშინ საერთოდ ორივე ძმებს ცხვირი ქონდათ გაჭედილი და ადას სიცხე ქონდა. დღეს ეხა დავაკვირდები და ხვალ გავუშვებ. რა მინდოდა ხო? ქიშმიში მინდა. ქიშმიში. 5 ლარის. ხახვი. 2 კგ იყოს. პური გვაქვს. ვანილე მინდა. კონდეს მაინც რისთვის დამსჭირდება. და ლიმონი მაქვს, ხო, შაქარს მოატანინებ 1 კგ-ს. ასე თითო კილობით შაქარი არ მახსოვს, როდის ვიყიდე და ეხა მოხან ესე ითქვაო, რომ დღეს იქნებაო ხელფასიო და ნახოთ რომ აბაო თუ იქნებაო მე მოვატანინებ ყველაფერს. გოდე, ჰადედი თავი უნდა გავაკეთო, ბრინჯი მაქვს, მუხა მომიტანა გუშინ იმედია კაი ბრინჯია. ხახვი მინდა ლობიანისთვის. ზეთი მაქვს, სუნელი მაქვს. წვანილს მე არ ვუშვები. მარგარინი მაქვს. მაგრამ მარგარინი დამჭირდება კიდე და ერთს მოვატანე, იმიტომ რომ მარგარინი ამას უნდა. მარგარინი 1 ცალი და კოლა. ასე ამდენი რამე თუ მოგიტანა, სუპერ ბიჭი იქნება გოდი. ჰადედა სულ. პოტასები ჩაიცვი. წათი. მოკლედ ეს ლობიანები, როგორცაც ვაკეთებ ხოლმე ტაფისას, ისეც გავაკეთებ. კი, ვიდეოებს რო უყურე წუხებებს მაგააკეთა, მაგრამ მე სულ მავიწყდება ხოლმე ეს დღესასწაულები არ ვიცი რა როდისაა ხოლმე. თუ აი ახალი წელია აღდგომა, კიდე რა არის რაღაც რაც მთავარია. უპირველესია ისინი მახსოვს და სხვა არ მახსოვს ბოდიში. წუხე რომ მომილოცეს რა დრო იყო, გვიანი იყო, თორე უფრო ადრე რომ ვენახა, უფრო ადრე დავიწყებდი და სადღაც 12 შესრულებული იყო რომ მომილოცეს. ხოდა მე დავიწყებაში ლობიოს გარჩევა, მერე წყალში ჩავალვე, ეხა იხარშება, იმედია მაგრამ მოიხარშება. მაინც ხომ მოვასწრებ დღეს და მოხასაც ცხელი დახვდება. ეს წადე გაახე თემინაჯვიშხე ერთი ფოტო არ გვაქვს ხალხო ნაძვის ხესთან გადაღებული ერთი ფოტო არ გვაქვს ეს ძალიან კაია ფარდა რომ ასე გავშალე იმიტომ რომ იქეთ გარეცხილებს რომ კიდევ მე არ ჩანს აქ ძალიან კაია ხესწიანი ემდი გამოვიდა ირეცხება მანქანაში რაღაცები და იმას გავფენ გარეთ შიგნით მაინც არ მაგადგილი და ეხა შიგნით რაც მაქვს იმათი გატანა სიმართლე რომ მკითხრათ ძალიან მეზარება ხო და რაც არის ეგ არის აქედან გვესაუბრება მუკიტო იმ კამერიდან იქიდანაც მარა როცა აქეთ ვარ თან კამერიდან ლოდე დედას იქით ვერ ხედავს ეს ვერავის დედასია
დედაზე ამოსდის მზე და მთვარე. ჩემი გული. წუხელ. მოდი დე. წუხელ. ისე მოხდა ძირფასებო, რომ გოდესაც მოუნდა ჩვენთან დაწოლა. ხო და მუხრანი ბევრი ვართო და მაშინ მე on დივანზე დავწვევ და არა მეთქი. იმიტომ რომ ამდენი ოთახი მაქვს მე დასალაგებელი და დივანზე არ დაწვევი. გოდეს ლოგინზე დაწექი, მეთქი არაფრით არ დაწვა. ან მდივანიო და ან და ლოგინიო და კაი, შენს ლოგინზე მაშინ დაწექი, მეთქი და მე დავწვევი გოდეს ლოგინზე თქო. მე რო დავწექი გოდეს ლოგინზე, მოვიდა გეგა ჩემთან, ადა ჩემთან, გოდეც კი ჩემთან მოვიდა, მაგრამ ადამ დაიწყო კივილი, წივილი, პატარა ხო იცით ის ლოგინი და ამდენი არ ვეტეოდით. ჯერ ერთი ადა და გეგასთანაც ძლივს ვეტეოდით. ხო, რა ახლა? რა ახლა? ხო, კონდეს. ხო და მე ჩამეძინა როგორ იცით გეგას ჯერ ადას რომ მიუწექი დავაწვინე იქ მამამისის გვერდზე მიუწექი დავაწინე მე გეგა დავაწინე და მე გადავედი ჩემ გემოზე ეხა დავწვევით დავიძინებ თქო იმიტომ რომ არ მაფარებდნენ საბანს და მე ძამცივანა ვარ ხოლმე უნდა მეფაროს საბანი გადავედი მე სადღაც ავდექი 6 საკლდა წუთები რომ მე კარმა ჩავრთე 4-ზე დავაყენე, იმიტომ რომ ძალმაღალზე მეშინია ხოლმე ღამე არ ტოვებ. ღამეა მაინც 4. კი მუხა უნდა ამდგარიყო, მაგრამ დრო ქონდა კიდე ცოტა და 10 წუთიც რო იყოს, უნდა წაუძინოს მუხან და გეგა მეძახოდა მაგ დროს. დედიკო, ჩემთან დაწექია, დექი, ჩემთან დაწექი და გეგას მიუწექინე. ხოლო ტელეფონს დავირეკა. გოდი მოდის ოლიკა, მაგრამ მეთქი მეუთხარი. ეს არ წავადგო. ესე დამგვარად. ეს ქვაბი არის ფლავისთვის კარგი. ხო და ეხა ფიქრობ რომ ეს ლობიო გადავიტანო სხვა ქვაბში. და რაც მაგ იმას გავაკეთებ, ფლავს გავაკეთებდი პირველი და ეგა. მოკლედ. მოიტანა გოდე. 1 მარგარინი, ხახვი 2 კილო ვუთხარი. 1 კოლა ვუთხარი ის ჭირი. ეს ვუთხარი. ვანილი. აი, ორი შეშავა იმიტომ რომ ვანილი დავიწყდა. ხო, კაი. 3.5 ეს ესენი. და 22.5 არის ეს. კოკა-კოლა. ვისი პასტა ეს? კოკა-კოლა 5 ლარი. ბებიკა. 7 ლარი. ისია. 15. ისია. გეგასია დე. ხო. 22.5. აი, ჩავაგდე ხამას. რა არის დედი? რა დედა? ბევრი აჯაკს ორი ცალიდებს. ხო, ძალიან კარგი. ეს ერთი ქიშმიში ეყოფა ეხა ბრინჯს. იმას ფლავს რო გავაკეთე დამპაჭრის და ერთი მექნება. შევინახავ. შაქარი არ მქონდა. და ძალიან კარგი. კაი. გავანთავისუფლებ მაგას. მაგ ქვას. სული სულ არ მახსოვდა ეს ქვაბი. და ვინახავ უფრო მეტად კი
მაგრამ ლობიოს ხარშავ ხოლმე ხშირად ამაში თუ ხარშავ კაი გადმოვიღებ ახლა წუთი და პირველ რიგში გავაკეთებ ჰლავს თათულის უყარს თითქმის სულ ცოტა უნდა ამიტომ უყარს აი ესე ლობიოს ჩალობა ახლა ხანს დავდგი მე ეს და სულ ცოტა უნდა ეხლა რომ მოიხარშოს ამან დედა რამდენი კილო ვარ არ ვიცი იმიტომ რომ დაჯდა ჩემი იმის ელემენტი და ამიტომ სწორს არ წონის სუსტი წონა არ ვიცი კაი, წავიდი ახლა მე გავაგრძელე რაღაცები და ხავის ვიდეოს ამას მივიღეთ. მოკლედ, ხახვი ნიორი გავამზადე, გოდე გაუში ბანანზე და ნიორზე. მოვთუშავ. ხახვი რომ მოვთუშეს სუნელებთან ერთად არ მახსოვს გადავიღე თუ არა, მესიჯები მომდის ხალხო და გადავერთე და არ მახსოვს ახლა. გადავიღე თუ არა, მაგრამ რაღაც არ მგონია რომ გადავიღე. ხახვი ნიორი ის სუნელი, ხორცი სუნელი, რომელიც მე მაქვს წალენჯღიდან მომაქვს და ქონდარი. აი ამათ უშვრები მე, კარგა ბლომად. ეს ყველაფერი მოვთუშე და ჩავამატე აქ. შავ პილპილს მე არ ვუშვები ლობიანში, ვიცი რომ უშვებიან, მაგრამ მე არ ვუშვები. და კიდე არც ქონი, არც სხვა რამენაირი წიწაკები, არაფერი. მხოლოდ აი ამას უშვები და გამოდის ძალიან მაგარი. აი არავის ლობიანი არ მიყვარს ჩემის გარდა და გინდა გამლანძღეთ ეხა ამის გამო არც სინჯავ ხოლმე არსად ლობიანს, იმიტომ რომ რა ვიცი, ფიქრობ რომ ეს გემოები არ ექნება თქო და მაგიტო. ხო, ესე მეგონა მე რომ პირველი ფლავს დავიწყებდი, მაგრამ ვერა, იმიტომ რომ ამათ ლობიანი უნდათ. ეხლა ამას ძალიან კარგად დავჭყლეთ. ძალიან კარგად. ძვირფასებო. რო არ გინდათ რომ ლობიო ცვიოდეს, ეცადეთ რომ ზეთი და კარაქი კარგად უქნათ, ანუ ძალიან ბევრიც არა, მაგრამ ცოტა კარგად უქენით, რომ გამოვიდეს კარგი. ამბობენ რომ კარტოფილს უშვებიან თურმე კარტოფილის ტიურეს ესე დაჭყლეტილს, მაგრამ მე არ მიყვარს. მაინც სხვა გემოზე მიყავს ხოლმე. ხო და თუ ლობიანია, უნდა იყოს ლობიანი ჩემის აზრით. და არასოდეს ჩემს ლობიანში ლობიო არ ცვივა. ეხლა ძველ ლობიანში რა თქმა უნდა. თუ დატოვებ ორი თხით, იქნება. ხობა, ახალს როცა აცხობთ, არასოდეს არ ცვივა. იმიტომ რომ საჭიროებს ზეთს და კარაქს კარგად. რომ გამოვიდეს კარგი. ყოველთვის ცოტა აი ესეთი თხელი ჯობია. მე რო ვუყურებ მადარტისო, ასეო ისო, მოკლედ რაღაცებს Facebook-ზე იყო მე მგონი. ლობიანის აი ესეთი გუნდები რო უდევთ ლობიოსი, მაინც ცვივა. თუ გინდათ თქვენც დააკვირდით და ნახავთ ლობიოს შიგნიდან. არასოდეს არ გამიკეთებია ესე, ყოველთვის ვცდილობ რომ აი ესეთი სისქის იყოს და არ იყოს მეტი სქელი და გამოდის ძალიან მაგარი. ვინც გასინჯა აქ ჩემი ლობიანი, ყველას მოეწონა, არ ვიქებ თავს, მაგრამ ვინც გასინჯა, ყველას მოეწონა მართლა და საფაშორი. მე ხვეწებიან ხოლმე ლობიანები დავაწყო. გოდე, დამა დადედედიკო. ასე რომ ძვირფასებო.
გუშინაც კი მეხვეწებოდნენ ბავშვები, ჩემი არა, სხვისი. აქ მყავდნენ და გამოაცხე. თეთრ ლობიანი გამოაცხე რა, რატო არა გაქვს ლობიო და ლობიანი რატო არ გაქვს და ასე შემდეგ. ასე რომ თუ გინდათ სინჯეთ თქვენს და თუ არ მოგეწონათ, მაგრამ იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომელთაც ძალიან ძაფრი გემოები არ უყვართ, არ გამიკვირდება რომ არ მოეწონათ, მაგრამ მე მიყვარს გემო. როცა აქვს გემო. სიცხარეც მიყვარს კერძში. მეგრეთ. ეს ჩანგლი ძალიან ადვილად გადავუსმე. კი, დედიკო, ეხლა ცომი გამომიღე იქედან და დავიწყებ. მაგრამ ის ტაფა უნდა გავრეცხო. იმ ტაფაზე უნდა გამოვაცხო. რამდენი ცომი? აი ეს. აგერ ცომი. ნახე. ზოგი ხაფსაც არ უშვება და მხოლოდ ნამწუს, ანუ წვენს უშვებიან ხახვის მოთუშვიდან მერე, რაც შეება იმას. არა, არ ვიცი იმას რა გემოაქვს საერთოდ. სათრობე ვისახს. მაგრამ მე მაგ იშვიათი გემოვნება. შეიძლება რაც მე მიყვარს და მოხდეს, ან მოეწონოს. გემოვნებაზე არ დაობენო. არ წეს ხოლმე სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ ჩემი ჩაცმაც კი უყურს ხოლმე ხავს. არა, შენ გატეხა. არა, შენ გატეხე გეგა. შენ მქონდა. უყურე როგორ უნდა გამეთო? უყურე მომე. Why he's silly? It's funny. უნდა ძლიერა ბიჭო. უნდა მიარტყა ძლიერა. არ უნდა დაისვენოს და გამოვთა. Всё, ეხა გავსინჯოთ. თუ როგორია? Coca-Cola. Let's send me mama me. Coca-Cola, bingo. საერთოდ არა, ცოტა მარილია. ოდნავ, მაგრამ ცომთან არც შეიგრძნობა. სულ ესე ვაკეთებ. სულ ეგრე ვაკეთებ, მაგრამ არასოდეს მლაში არ არის ხოლმე. ასე რომ ძვირფასებო. თუ გინდა სადეს ერთი ჩემი რეცეპტით და მერე იმას ქენით, რა ქვია. მერე დავიწერეთ. მოგეწონათ, არ მოგეწონათ, თუ როგორი იყო ჩემი რეცეპტით ლობიანი. ეს სუნელი. საერთოდ ბევრი ამბობს, რომ აი ცოტა მარილი დაუმატებიათ და ბლაში არისო, მაგრამ მე რაც თავი მახსოვს, მე მგონი სულ ეგე იყო. უბრალოდ უნდა გამოზომოთ. და ზომიერად უნდა ჩაამატოთ. ნებისმიერ საკვებში. კერძში. მე ესე ვაკეთებ, ზომავ და ეგრე. თუმცა იმდენად მიჩვეული ვარ, სულ რომ ვაკეთებ, იმავშვები რა ქვია. ჩემი თვალით ვაკეთებ და არასოდეს არ გამოდის ცუდი. აი, ცოტა ხანი უნდა შეესვენა და გამოვიდოდა. კარგი, ეხა ეს ტაფა უნდა გავრეცხო და მე აქვე დავიწყებ მზადებას. მოკლედ, მე როგორ ვაცხობ ლობიანს, ყველა მიცით, მაგრამ კიდევ ერთხელ გაჩვენეთ. გავაბტყილე 2 ფირფიტა. ერთზე ლობიო წავუსვი, დავდე და ხედავთ როგორც არ არის ცოტა და ამას გადმოვაფარებ ამას, თავებს შევუკრავთ და всё. ტაფაზე გამოვაცხობთ გადმობრუნებულად. მოკლედ, აი ესე დავაფარეთ. გამოვიდა ასეთი. ასე იმიტომ ვაკეთებ ძვირფასებო, რომ ძალიან გთხოვთ, ნუ გამლანძღავთ კიდე. სულ აი ძველ ვიდეოებს უყურებენ ხოლმე და მიწერენ ეს არ არის ლობიანი. როგორ არ არის ლობიანი? ცომი არის, ლობიო არის შიგ თავსი. მე არ მიყვარს პურივით ლობიანი და ვისაც გიყვართ მიირთვით, მე მიყვარს თხელი ლობიანი. ამიტომ ასეთ რაღაცაზე რატომ
ვილანძღები ვერ გავიგე. მე აქეთ თქვენ ხო არ გაჭმევთ ჩემს ოჯახს უმზადებასეც, მე მიყვარს ასეთი, ჩემ შვილებს უყვართ ასეთი, არსად გაკეთებულ ლობიანს არ ჭამენ, ჩემები, მარტო ჩემთან ჭამენ. ხო და კარგი რო არ იყოს. არც არავის არ მოეწონებოდა, ვისაც მოსწონთ კიდე. იმიტომ ვაკეთებ ასე რომ ცომი იქნება ერთი და იგივე სისქის, ლობიოც თანაბრად არის გადანაწილებული, მეტი აქ იმის მტკიცებას ნუ მიწყებთ, რომ ეს არ არის ლობიანი. არის ლობიანი, თან განსხვავებული, განსაკუთრებული და ძალიან კარგი თხელი, რაც მთავარია. ხო და თან დავამატებდი კიდე რომ ცომი არის ისეთი, რომ ბევრი დაღეჭვა არ სჭირდება, კბილებიც რომ არ გქონდეთ, ძალიან გემრიელად მიირთმევთ. მეტი რა არ მოგწონთ ვერ გავიგე. თუ ვინმე ამზადებთ უკეთეს და ვიცი რომ ბევრიც ამზადებს, ყველაფერი არის ძირფასება გემოვნებაზე. მე რაც მომწონს, ხო არ მოგწონთ. ხომ არ გაძალებთ და თქვენთვის ხო არ ვაკეთებ. რაც ჩემ შვილებს უყვარს, იმას ვაკეთებ. იმიტომ რომ იმათ უყვართ ესეთი, მეც მიყვარს ესეთი. ხაჭაპურსაც იცით, ზუსტად ასე ვაკეთებ ხოლმე და მე ამას არ იყენებდნენო ჩვენი წინაპრები, ბებიები და ისინი იმათ დროს საერთოდ თუ იყვან, იშვიათად თუ ვინმეს ოჯახში მოიპოვებოდა. იმდენად ტექნოლოგიები, იმდენი რაღაცეები შემოვიდა ხალხო, ამის გამოყენებაზე, ჩვენი ბებიები ხელით აკეთებდნენ, ხელით იყვანდნენო და აი ის იყო ხაჭაპურიც და ლობიანიც. კარგით ხალხო. ესენი იმიტომ შემოვიდა, რომ უფრო გაგვიაზრილონ რაღაცეების კეთება. მე რა თუ ეს გამოვიყენეთ. ზოგჯერ გიშდები. არ ვიცი ხოლმე. აი რამდენჯერ კომენტარზეც კი არ გამიცია მე პასუხი წამიშლია, მაგრამ სულ ერთი და იგივე. მე არავის არ ვეუბნები ხალხო, რომ ჩემი რამე არის განსაკუთრებული მეთქი. არასოდეს გას რაღაცას არც გაკადრებთ და ჩემ თავს არ შევკადრებ, იმიტომ რომ ბევრჯერ მითქია, რომ მე ბევრი რამ არ ვიცი. მაგრამ ის ვიცი, რა ჩემ შვილებს უყვართ, რა ჩვენ გვიყვარს, იმას ვაკეთებ. ეგ არის და ეგ. ამიტომაც არის, რომ არა მაქვს კულინარიული არხი. მხოლოდ იმას ვაჩვენებ და იმიტომ ხვდება ეს რაღაცეები ამ ვიდეოში, რომ ჩემ ცხოვრებისეულ რაღაცებს გაჩვენებთ. მიდევს აი უფრო ახლოდან გვაჩვენე ასე რამდენი მაქვს ისეთი ვიდეო ნებისმიერ რამეს რომ ისე ვაკეთებ, მაგრამ არ არის ჩემი კულინარიული. უბრალოდ მე რასაც ჩუმად გოდეცი უბრალოდ მე რასაც ვაკეთებ ოჯახში ზოგ რაღაცას გაჩვენებ. ეგ არის და ეგ. ეთი მოჭა? გოდე დამაცადეთ, ეთიკო დაგიიჭრით. ესე გამოიყურება ჩვენი ლობიანი. დავუჭრა, თორე უყურე რა ამბავში არიან. რა ცხელია. ორი. ჩემია? იეი. წესიერად, ეღორეთ. ეშენ? ეს არ დას. ერთია დე, უბრალოდ კიდე გაგეთებ? კი. ასე უნდა დაუჭრა დას. თან კიდე უნდა გავამზადო. 4-ს ვაცხობ, მე მგონი არ მახსოვს. აი ასე უჭრი ადას. ედიკო? მიზა. არ მაქვს. ჩემია.
ეს ბარებია. ჩემი ასო ყველა. შენ რა გინდა? დედიკო სონდა. ხედავთ ხალხო რა ამბავია. ძლივს ვაჭამე გეგას ეხლა. იქ რა ქვია? რესტორანში რო ვიყავით. დაკრძალვაზე. იქ ძლივს ვაჭამე. ლობიანი. იმიტომ რომ კიდევ კაი ასეთი იყო. ტაფის ლობიანი იყო, კიცვიო და ლობიოები, მაგრამ ცივი იყო ისე, სიმართლე რო გითხრათ, ყველაფერი, ხაჭაპურით, მერეკი შემოიყანეს. ესე ცხელი თითო ტაფით. აი. ხაჭაპურები, მაგრამ მანამდე ცივი იყო. აი, ეხა ეს დავდოთ, დაიცა. ეს უნდა წავუსვა ტაფაზე. ზოგჯერ უსმევ, ზოგჯერ არ უსმევ. ეხლა გამიბრაზდებიან, რომ გამოაცხეო რატო არ დამიძახება. ცომიც არ მაქვს, სიმართლე რომ გითხრათ. დედა კიდე ლობიო გაქვს. ცომი მაქვს, მუხასთვის მოგიტოვე. მე ბიჭო წაიღე. რა? ლობიანი, კარგი. ეგერი მასაც გაგიყოფთ, ეს პატარა ჩემია. რა არის დედიკო? ხო ჭამ, რატო არ ჭამ? ეს ბავშვი ყველაფრის კეთების სურვილს მიქობს. არაფერი არ მინდა, არაფერს არ გავაკეთებ. ადა მთელი დილა მოღუშული, მოწყენილი, რა უნდა ვერ გაურკვევია. რა არის? რატო დედიკო? იტკინე მოდი აბა ვატოცო. კიდეტია? სადგივა რა ადგილას? მოგიჭა? მიდი აბა შეჭამე ხა. მიდი დედიკოს ხათრით ჭამე. დედიკო გახვიროდი და თან არც სხვას აჭმევს. ადა თავის იმას თვითონ უზის. ხელი არ დააკაროთო. მოკლედ ესე ჩემო კარგებო წავედი. მოკლედ მე რომ მაქვს ხალისი და რაღაცა აი ესენი მიმწარებენ წამებში. მერე კიდე მე არ მიყვარს ესენი რო არიან მოწყენილები და არაფრის სურვილი არ მაქვს, არაფრის კეთების. საერთოდ არაფერი არ მინდა მაშინ, თუ მოწყენილები არიან. ესე ვარ. წავედი. დანარჩენი ლობიო ჩავტოვე და ამურესი ლობიოს გავაკეთებ. კიდე გამოვა იმისგან ერთი მუხა რომ მოვა მერე გამოვაცხობ. ერთი კი არა გამოვა 2-3. ლალი დედა. ან დედიკო. შენ რატო ხარ დემოწყენილი? არ მოიწყინო, თორე დედიკო იტირებს. ვერ წარმოიდგენთ როგორი ის მაქვს გრძნობები. ანუ წინათ გრძნობები საერთოდ. თან ხასიათიც ეგეთი მაქვს. თუ ადამიანი რაღაცას მიყვება ან ტკივა, მეც ისე მტკივა. თლად ისე მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან განვიცდი სიმართლე რო გითხრათ, ძალიან მტკივა მეც. წინათ გრძნობაზე კიდე რა ვიცი. რო ვიტყვი ყოველთვის რაღაცა ხდება, ამიტომ სიზმარზეც საერთოდ არ ვსაუბრობა, არ ვამბობ, რო დამესიზმრება რაღაცა. ცუდი გინდ. კარგსაც არ ვიტყვი. ადა? არ ვსაუბრობ საერთოდ. სიზმარზე. იმიტომ რომ თუ ვიტყვი მიხდება. ხო და მე ჩემია რომ არ ვილაპარაკო. აიღე დედა ისიც შენია. მართლა?
წავედით ვიფასებო დაგემშვიდობებით. ეხლა თქვენ ბედნიერს, მშვიდობიან, პოზიტიურ, ნაყოფიერ დღეს გისურვებთ და რა ვიცი, იმედი მაქვს, რომ ჩემიც ასე ჩაივლის. სადარდებელის გარეშე. დარდების გარეშე. წავედი. დროებით.